მოგესალმებით. ზოგადად ლელოძ წინა არჩევნების დროინდელი კამპანიაც გამოირჩეოდა საინტერესო პროგრამით და პროფესიონალიზმით, მე ასე ვიტყოდი. და ამჯერადაც ველი რომ ჩემს სფეროში განსაკუთრებით, რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჰიბრიდულ საფრთხეებს და ასე შემდეგ, მივიღებ საინტერესო პასუხებს იმ უამრავ გამოწვევაზე, რომელიც წინაშეზე დგას ქვეყანა, რეგიონი, მსოფლიო და ამ მიმართულებით სერიოზული დეფიციტია და მე როგორც პროფესიონალი პირველ რიგში პარტიებისგან ველი კითხვას, ასე ვთქვათ, პასუხს იმ კითხვაზე როგორ შეიყვანს ესა თუ ის პარტია საქართველოს საერთო ევროპული უსაფრთხოების სივრცეში, იმიტომ რომ დღეს ამისთვის უზარმაზარი შესაძლებლობებია გახსნილი, ისევე როგორც გამოწვევები. მაგრამ რაც ის პრობლემა, რომელიც წინა ჯერზე ქონდა ლელოს საზოგადოებისთვის და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა მისი ძალიან საინტერესო და საკმაოდ რეალისტური პროგრამის ჯერჯერობით ეს გამოწვევა დღის წესრიგში დგას ახლაც. თუმცა, რასაც მინდა ნამდვილად გავუსვა ხაზი, ლელოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევა ახალგაზრდებზე აქცენტია, ჩემს წინ იყო სწორედ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ძალიან საინტერესო. და ამ მიმართულებით ის რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ლელოს არ ეშინია ახალგაზრდების შემოყვანის პოლიტიკაში, რაც ზოგადად ქართული პოლიტიკის სცენია. ერთი, ორი, ასე ვთქვათ, ფერუმარილად ახალგაზრდის შემოყვანა ეს არ ცვლის იმ ტრენდს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი უბრალოდ მორალურად გაცვდა. ორგანიზმი, რასაც წარმოადგენს ესა ნებისმიერ პოლიტიკური პარტია, ისევე როგორც ნებისმიერი ორგანიზმი იბადება, იზრდება, ენერგიას იკრებს, მერე იცლება ენერგიისგან და თუ ახალი ენერგიით არ შეივსოთ, ეს ახალი ენერგია, ახალი ადამიანები, ახალი იდეებით, მერე უბრალოდ კვდება. სიახლეები ჩვენ ამას უყურებთ. ყრილობაზეც ახალი იდეები იყო, ამიტომ გითხეთ სახეების გარდა რამე ახალი მოვისმინეთ ამ ყრილობაზე. ხო, მე ეს დეტალურად სამწუხაროდ ვერ უსმინე, ვიყავი დაპატეჟებული, მაგრამ იმ ქარიშხლის, ასე ვთქვათ, მსხვერპლი გავხდი, რომელმაც იმ დროს ხო, იმ დროს გადაუარა ქალაქს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას გლობალურად და ეს სხვათაშორის ტრენდებშიც აისახება, რა უნდა უთხრა საკუთარ მოსახლეობას იმისათვის, რომ არაერთხელ მithქვამს და ეხლაც ვიტყვი, ქართული ოცნება დღევანდელ კვერცხს ყველაზე კარგად სთავაზობს ამომრჩეველს. ანუ სამი მთავარი სათქმელი, ეს არის ეკონომიკური და სოციალური დახმარებების უპრეცედენტო პაკეტები, რომლის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლევა, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ბიუჯეტი შეივსო რუსეთისთვის სანქციების გვერდისავლის ხელშეწყობის შედეგად თუ არ შეივსო, მოცემულობა არის ის, ამის კითხვას პენსიონერი სადღაც ჩხოროწყუში ან სიღნაღში არ დაიწყებს, ხო? არც მასწავლებელი 1000 ლარიანი პენსია გამოდის, რომ ხვალინდელი ქათამია უფრო და ეს არ გაიყიდება ეს გზავნილი. ისე ეფექტიანად როგორც პარტიები ფიქრობენ რომ გაიყიდება. ხო, მე ვფიქრობ რომ არა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მასწავლებლების განწყობა მე რას ურჩევ პარტიებს, ხა მაინც და მაინც ლელოზე რომ არ კონცენტრირდეთ რა. კი, პენსიის ზრდა სხვა პარტიების დაპირებებშიც. კი, ძალიან ღრმად შეისწავლონ რეალური განწყობები, რომელიც არის დღეს მოსახლეობაში, ხო? რეალური სურვილები. რატომ ვახსენეს დღევანდელი კვერცხი აქ, არა მარტო სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებზეა საუბარი. იგივე ესე ვთქვათ, ომის და მშვიდობის თემა თუ გლობალური ომის პარტიის თემა რაც თავისთავად აბსურდია, ხო? მაგრამ აი უკრაინაში დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე წამოსვლამდე უსმენდი უკრაინის თავდაცვის მინისტრს და ამაზე ლაპარაკობს დასავლური მედია, მოკლედ სერიოზული გადატვირთვა ჭირდება დასავლეთის დახმარებას უკრაინის მიმართ და რაც შეიძლება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის საჰაერო არა მარტო თავდაცვის სისტემები, არამედ რეალურად ჭირდება. ბენხუჯესი ამას არაერთხელ ამბობს და ყველაზე ნათლად ამბობს, რომ წარმოუდგენელია იმ მასშტაბის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა, რაც რუსეთმა ააგო და ის რომ დრო მიეცა რუსეთს ამის ასაგებად, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა სამწუხაროდ.
წარმოუდგენელია ავიაციის გარეშე. და აი ბევრი რამ რაც დღეს ზედაპირზე ამოვიდა და რაზეც არ საუბრობდით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ვალი იყო, ჩვენ ყველანი ვიყავით საინფორმაციო ფრონტის მებრძოლები, ხო? და ამ შემთხვევაში უკრაინის და საქართველოს ინტერესების დამცავი, ევროკავშირის ინტერესების, ნატოს ინტერესების დამცავი საინფორმაციო ფრონტი იყო ჩვეულებრივი ომია, რომელიც ყველაზე სასტიკია, იმიტომ რომ მიმდინარეობს არა ესე თვალნათლივ რიგითი ადამიანისთვის და ამიტომ აქედან გამომდინარე მას არ აქვს ადამიანს მასთან დაპირისპირების ინსტინქტი გამომუშავებული, მე გულისხმობ საინფორმაციო ომს, ამიტომ იყო თემები, რომელზეც ასე ღიად არ ვსაუბრობთ. დღეს საუბრობს მთელი მსოფლიო. ეროვნულ დონეზე ოპოზიციასთან მიმართებით, ანუ მაგ სურდათ რომ კი, რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, ის განწყობები და ის რეალური გამოწვევები, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უნდა ასახონ და ხვალინდელი, ასე ვთქვათ, ქათამი შესთავაზონ, რაც არის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა. აი, ქაბატონ ხათუნა, ნახეთ, ბოლო პერიოდია ბოდიში გაწყვეტნიათ ოპოზიციური, მაგალითად გახარიას გუნდიც ლელოც ხედავთ გამიჯნვას, ხო, მაქსიმალურად ნაციონალური მოძრაობისგან. მაგრამ ვერ ვხედავთ ვისთან ერთად, როგორ შეიძლება მათ შექმნან და ვისთან ითანამშრომლონ წინა საარჩევნოდ. ან არჩევნების შემდეგ თუ ისინი გადალახავენ ბარიერს და დადგება კოალიციის შექმნის საჭიროება. უნდა იცოდეს თუ არა უკვე ეს სამომრჩეველმა. იცით რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის არა მარტო გაერთიანება, არამედ რის გარშემო გაერთიანება. ეს თუ არ დაინახეს, გაერთიანება და თუ მათი იდეები არ იქნა საინტერესო, ხო, არასაინტერესო პოლიტიკური მოთამაშეების გაერთიანება არანაირ შედეგს არ მოგცემს. რა შეიძლება იყოს დღეს ეს ისევ და ისევ ევროკავშირის შემდგომი ეტაპის თემა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არჩევნებამდე თუ არა არჩევნების შემდეგ მაინც მივიღოთ შემდგომ ეტაპზე გასვლის ასე ვთქვათ გარანტიები ევროკავშირისგან, ანუ მოლაპარაკებები გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლების ვალი ახლა უნდა იყოს, რომ გააკეთოს ყველაფერი და მთელი საარჩევნო პროპაგანდა და წინა საარჩევნო აი ეს ერთწლიანი პერიოდი უნდა დაეთმოს წესით ხელისუფლება რომ იყოს მოწოდებული რეალურად ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯისკენ ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელიც ამ 9 პუნქტიან გეგმაშია, ხო? ნუ ჩვენ რადგან ამას არ ველით და ამაზე აღარ ვსაუბრობ, ანუ ხელისუფლება არც კი ამბობს იმას, რომ აი გუშინ წინ მაგალითად ამბობდნენ, რომ რა მოხდა ახლა თუ 24-ში არ მოგვეცემა, 25-ში მოგვეცემა, 25-ში თუ მაგრამ დღეს ამბობენ, რომ მივიღეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს სტატუსი. მეორე წრეზე მიდის თუ არა პროპაგანდა დეკემბერკეტეც არის უკვე კობახიძე, რომ დეკემბერში უკვე გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ანუ იგივე შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელებას უნდა ველოდოთ თუ გავიხსენებთ ხალხის ძალის გზავნილებს და ასე შემდეგ. როგორ იყენებენ ამ ყველაფერს საარჩევნო პროპაგანდაში, რა ეფექტი შეიძლება, რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს ამ მრჩეველზე. საქმეც ეს არის ხელისუფლება. შემთხვევაში ოპოზიციას რა გზარჩება? საქმეც ეს არის, რომ გონიერი ხელისუფალი სწორედ ამ ახალ დროშას დაიჭერდა ხელში ევროკავშირის, უფრო მყარად დაიჭერდა ევროკავშირის კარის გახსნის დროშას და ამ ლოზუნგებით წავიდოდა არჩევნებზე, მაგრამ იმის მიღმა რა ნაბიჯებს გადადგამს ეს სრულიად სხვა თემა. ისევე როგორც ჩვენ ვერ ვიხილეთ რეალური ევროკავშირის დროშა. ხო, ნუ რეალური ნაბიჯები როგორც ვერ ვიხილეთ სტატუსის მიღებამდე, ისე ვერ ვიხილავთ სტატუსის მიღების შემდეგაც, ხო? და ოპოზიციისთვის ამან ერთგვარად გაართულა ამოცანა, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც მე ვფიქრობ, რომ როცა დღეს ბორელი საუბრობს, როცა მიშელი საუბრობს, როცა გერმანიის კანცლერი შოლცი საუბრობს იმაზე, რომ ევროპის ერთიანი თავდაცვის ძალები უნდა შეიქმნას, ევროპისთვის რუსეთი არის იმგვარი საშიშროება, როგორც არ ყოფილა ბოლო 10 წლეულების მანძილზე. რეალურად ჩვენ რას უყურებთ, ხომ? ანუ 2008 და 14 წლებისგან განსხვავებით ევროპამ, ნატომ დაინახა, რომ უკრაინაში გავარდნილი ნებისმიერი რუსული ტყვია არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ტყვია. რეალურად უკრაინა დღეს არის ჯავშნის როლში და თუ რუსეთმა ეს ჯავშანი გახვრიტა, რუსული ტყვია პირდაპირ ნატოსა და ევროკავშირში შევარდება. ეს არის სრულიად განსხვავებული მოცემულობა 2008 და 14 წლისგან განსხვავებით. ამიტომ
და რითი დაიწყო ეს ყველაფერი? დღეს ჩვენ რეალურად შავი ზღვისთვის ომის მომსწრეები და ასე ვთქვათ მონაწილეები არა ვართ პირდაპირ მნიშვნელობით, თუმცა ჰიბრიდული ომის სამიზნეები ვართ, რა თქმა უნდა. ზოგადად მშვიდობიანი ნაოსნობის თემა დადგა დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და ეს ყველაფერი დაიწყო პატარა ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოში, როცა დასავლეთ მამას სათანადო შეფასება ვერ მისცა. დღეს დავამთავრებ თუ შესაძლოა და ქართული ოცნების ყრილობაზე მინდა მოვასწროთ ნახევარი წუთი. დღეს ევროპა ხედავს, რომ მისი უსაფრთხოება წარმოუდგენელია რუსეთის შეკავების გარეშე და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე. ამიტომაც ისევე როგორც თავის დროზე საქართველოს იგნორირებით დაიწყო არსებული მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგის რღვევა, არ შემეშინდება ამის თქმის, ასევე საქართველოს ჩართვით ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში უნდა შეიქმნას ახალი უსაფრთხოების სისტემების სქემები და გარანტიები. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი მესიჯი, ოღონდ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე მიტანილი და რეალურადაც ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ამ მესიჯს უნდა აჟღერებდეს საქართველოს უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია შავი ზღვის უსაფრთხოება და შესაბამისად ევროპის უსაფრთხოება. აი ესე თუ არ დაალაგდა ეს ყველაფერი დღევანდელი მოცემულობით ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ მყარია და ამიტომაც ამ ფონზე, კი. აი ამ ფონზე ჩაგერთვებით, როცა ამბობთ რომ ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ მყარია, უნდა გქონდეს გარკვეული ტიპის მოლოდინი ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით, თუ ეს მართლა არ სჭირდება ახლა ოცნებას, ყრილობის მოლოდინში ვართ. არის თქვენთვის რაიმე ტიპის რაღაც თუნდაც პოლიტიკური ინტრიგა ამ ყრილობასთან მიმართებაში, თუ ასეთი არ არსებობს ამ ფონზე? არანაირ ინტრიგას მე არ ველი. იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნება მნიშვნელოვან გამოწვევებს პოლიტიკურ ველზე ვერ ხედავს. ეს გამოწვევები შეიძლება შეიქმნას საგარეო ფაქტორების ცვლილების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთი რამდენად შეძლებს ერთი აღიარო რუსეთის საფრთხე და მეორეა შექმნა რუსეთის არა მარტო შეკავების, არამედ დამარცხების რეალური მექანიზმები. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი. ასევე არჩევნების შედეგებზე საქართველოს გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე პროცესები. უკრაინა შეძლებს თუ არა იმგვარი გარღვევის მოხდენას, როგორც იყო ხერსონი ან ხარკოვი და რა თქმა უნდა შიგნით ქართული ოპოზიცია რამდენად სწორად შეაფასებს საგარეო ველზე მიმდინარე ტრენდებს, შიგნით მოსახლეობის სურვილს და განწყობებს და რამდენად იქნება ადეკვატური ამ განწყობების და გაერთიანდება თუ არ გაერთიანდება, უკვე შემდგომ ამაზე იქნება დამოკიდებული. ხა იმაზე ყველა საუბრობს, რომ ხო, ერთი ფრაზა იმაზე ყველა საუბრობს, რომ ანუ ხმები არ უნდა დაიკარგოს, იმიტომ რომ თუ პარტია ვერ აიღებს 5%-ს, მისი ხმები შეიძლება პირდაპირ წავიდეს, ანუ ოპოზიციური ამორჩევლის მიერ მიცემული ხმა ოპოზიციური პარტიისთვის შეიძლება წავიდეს ქართული ოცნების ყულაბაში და გამოვიდეს რომ ოპოზიციონერმა აირჩია ქართული ოცნების რომელიმე დეპუტატი, ხო? ნუ სია მთლიანად. ამიტომაც ამ ხრივად სამუშაოა ამ მომრჩეველთან ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ოპოზიციას და ერთმანეთის ჩაწიხვის ხარჯზე შედეგს ვერ დადებენ. მადლობა. მადლობა ხათუნა ლაგაზიძე პოლიტოლოგი იყო ჩვენთან ერთად.